შამდენი ხანი რატო არ ჩამოვწიე? მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ისევ Just Drivers. ამჯერად ვიღებთ C-Class. ოღონდ ეს არ არის ჩვეულებრივი C-Class-ი, ეს არის C53 AMG. აი აქაც აწერია AMG და ეხა ირგვლივ დავათვალიეროთ. წინ ძალიან ლამაზი high performance LED ფარები გვიყენია. ბიტურბო არის დაბრენდილი. თქვენ თუ გინდათ twin turbo დაუძახეთ, ამაში დიდი სხვაობა არ არის. ძრავში ცალკე ჩავიხედავთ, რა თქმა უნდა, 19-იანი მაგარი დისკები გვიყენია. უკანა ფარებიც არის LED განათებები, აი აქ C53 AMG და 4 გრუჩიტელი. ალბათ ყველა ადამიანთან ხვდებით, რომ C-Class-ები ზოგადად ლამაზი მანქანებია და AMG და 53 ხო საერთოდ რა. მოდი ახლა ძრავში ჩავხედოთ, რა ხდება. ეს არის 3-დან 0 ბიტურბო, twin turbo, რა ვიცი, რაც გინდათ უწოდეთ, თუმცა მანქანას ორი იდენტური turbo უყენია, ერთი აქეთ, მაინც ბიტურბო არის დაბრენდილი. ზოგი იძახის, რომ ბიტურბო თუ არის მანქანაო, მაშინ ორი სხვადასხვა ზომის turbo უნდა ეყენოს და twin turbo-ს მომდამაინც ერთნაირებია. თუმცა ეს ასე რეალურად არ ხდება და ეს უბრალოდ მარკეტინგის თემა. რაც შეეხება ხა მანქანის ძრავს, სპორტული ფილტრები გვიყენია, downpipe გვიყენია, ქარხნულად 399-იანი აქ დაახლოებით, ეხა 400-ევით არის. ამას უკვე მოძრაობაში შევხედავთ, გადაცემათა კოლოფსაც 9 სიჩქარიანია და მაგასაც შევაფასებთ როგორ მუშაობს და როგორ თავს. მე მგონი უკვე საკმარისად ნახეთ გარედან და დროა რომ დავждეთ და სალონში დავათვალიეროთ და მოძრაობაში ვნახოთ რა თქმა უნდა როგორ დადის AMG. ეს არის პირველი AMG, რომელსაც პირადად მართავ. საჭე აი ესე გამოიყურება, აი აქ AMG აწერია. სენსორული ღილაკები, მექანიკური ღილაკებიც, ვენტილაციები იქეთ-აქეთ. მოდი სალონზე ვილაპარაკებ ახლა მოძრაობაში რა რო არ მოგაწყინოთ. მაგრამ თქვენ იცით რომ სანამ ჩვენ წავალთ და დავიზრევით, ჩვენ მანქანაში ვკიდევთ ლიტრის მანქანის არომატიზატორებს. ეს ფერია ვარჩიე სპეციალურად რა. თეთრი ფერი, რომ ამ მანქანისთვის ყოფილიყო შესაფერისი და შესაბამისი. ესეთი. თქვენება მიბრძანდით იქეთ და მოკლედ მზადა ვართ. მოდი ხმას მოусმინოთ უცებ. მოდი ახლა დავიძრათ და მოძრაობაში ვნახოთ უკვე როგორია ატარებდე ყოველდღიურად C53 AMG-ს და თავისთავად გავზამოთ 0-100 ავტობანზეც ვიმოძრაოთ და ასე შემდგომ. საჭეზე ეგრევე უნდა ვთქვა, რომ ეხლა მანქანა არის comfort mode-ში, მაგრამ საჭე ხელში არის საკმაოდ სპორტული. ხმები ძალიან კარგი ხმა შემოდის გარედან და აი ამ ოდნავ ჩაჭრილ გზებზე ეგრევე იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ comfort mode-ში ეხლა მანქანა ძალიან გრუბია რა. 19-იანი დისკებია, შეიძლება ეგეც თავის როლს თამაშობდეს, თუმცა ეს დისკები ქარხნულია და არ არის aftermarket-ი, რომ სიტყვაზე აი მერე დაეგრუბებინა მანქანა რა. თუმცა ნუ AMG-ია და თავისთავად სპორტული ხასიათი გვაქვს. საჭე ხელში კარგაძის, მაგრაძის, ნუ ამაზე ხა ვერ კონცენტრირდები, ძირითადად უფრო გზაზე ვარ კონცენტრირებული და პერფორმანსზე ამ მანქანის მინდა რომ ცოტა ქალაქში გავიდე, რომ ნახო როგორია ყოველდღიურად იმოძრავო ამ მანქანით. და თან ნუ ეს ყველაფერი Mercedes-ის სტანდარტული ასე რომ ვთქვათ სალონი გვაქვს ახლა. ეს თავისთავად სენსორული იქნება წესი და არა, სენსორული არ ყოფილა. ეს ვიღაცა ჩვენი გამომწერი ახლა უეჭველი ან შეიძლება ცნობია გია. მე უფრო ჯეტაზე მცნობენ. წინ დიდი მონიტორი გვაქვს. ეს ახლა თვალში გვხვდება ეგრევე რომ მოძრავ მანქანით ფერადია და კარგია. მომეწონა. ეს მანქანა არის 2018-იანი რესტაილინგი არის და ეს გარედანაც ეთყობა ახლა ფარებზე და სალონში იგრძნობა. თავისთავად სუპერ სვასხამთ ხო გი? ზოგადად ეს ძრავები თუ გინდა აი ეს 3-და 0 twin turbo, გინდა ბიტურბო, თუ გინდა 4-და 7 ბიტურბო, ან ნებისმიერ ეს მაღალ ტექნოლოგიური ძრავები, რომლებიც აქვს Mercedes, განსაკუთრებით ახლა AMG ვერსიას, ყველაში სხმობა სუპერი. არ ჩაასხათ არც პრემიუმი და რა თქმა უნდა რეგულარზე საუბარიც არ არის რა. კარგი, ახლა გვაქვს მე-7-ში. ბევრი სიჩქარეები გვაქვს, ან მე-7-ში გვაქვს. ეს ხოთაშორის არ არის DS-ში გადაცემათა კოლოფი. ჩვეულებრივი ავტომატური გადაცემათა კოლოფია და მაინტერესებს მე როგორ გადართავს რა ამ სიჩქარებს. იმიტომ რომ DS-ის და DC-ის და ეს ორმაგცეპლენიანი გადაცემათა კოლოფის ფანები და მფლობელები
ყოველთვის ამითი ვამაყობთ ხოლმე, რომ ჩვენი გადაცემათა კოლოფი მილიცამებს ჭირთავს და ამაზე ჩქარა ვერც ერთი კოლოფი ვერ თავს. თუმცა დღესდღეობით ბევრი ავტომატური გადაცემათა კოლოფი რთავს იგივენაირად, როგორც რთავს DSG და უკვე ამ ახალ მანქანებში რაც გამოდის DSG თითქმის მიივიწყეს რა და ძირითადად მაინც ყველა გამოდის უკვე ჩვეულებრივი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. აი საწვავს მივიღებთ ახლა და მე ნახოთ როგორ დადის მართლა AMG-ვით დადის თუ არა. აი ეს C53 ეგ ნახოთ რა. ოთხას რამდენი ცხენი აქვს რა ვთქვით? 420 ცხენისალა. კარგი, აქ ნახდათ ვერ ვიყენებ ამ 420 ცხენისალას ეხლა მე და სადაც საჭიროა იქ წავიყვანოთ. ამაზე ძახიან რომ ეს წკიპინებს რაღაცა პლასმასებიო. აჰა, ცოტა კი, მაგრამ რო ჩააჯენ მე აღარ. მოდი ჯეტა ჩაგიშო. ჯეტები სარგებლობენ პრივილეგიით ჩემთან. ხმები არის საოცარი. Let's go. Sport Plus-ი manual mode-ი. პირველი დანაფარების. ისვრის გადართვების დროს. კარგი, აქ მოვტრიალდეთ ახლა ჩვენ. სალონში გზის ხმა არ შემოდის, საბურავებიდან წამოსული ხმა არ შემოდის, მაგრამ შემოდის რაც მთავარი ამ მანქანის ძრავიდან წამოსული ხმა. ხილვადობაც კარგია, კარგად ვძივარ, ჯდომის პოზიცია მომწონს, სარკეებში ხილვადობა კარგია. არ ზიხარ არც ზემოდან, არც ძალიან ჩავარდნილი, სტანდარტულად კარგად ზიხარ. სავარძლებით სპორტული არის, კარგად გეხუტება. მე მგონი მე-4-დან მე-5-ში ისვრის ხოლმე. მოსახვევშიც მაგრად დგას. კარგად შემოვიდა ნამდვილად. ეს ხმები იმედია თქვენს გესმით. თუ არ გესმით ამ მიკროფონს დავწვავ. საშუალოდ ამ მანქანების ღირებულება ბაზარზე არის დაახლოებით $20,000 გააჩნია მდგომარეობა, შეიძლება მეტიც ღირდეს, შეიძლება ნაკლებიც. აღწერაში დავტოვებ ნომერს მე პატრონის და ვისაც გენდომებათ და გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. შემოვდივართ ავტობანზე. ჯერ ნელა მოვდივარ გრილდებით, წეღან რო პატარა ვითამაშეთ იმისგან და ეხლა უკვე გავზომოთ 0-დან 100-მდე აჩქარება, სანამ გაწვიმებულა და ხელი შეუშლია მერე უკვე მოჭიდებაში. ბანზე ვართ, მზად ხართ? 1, 2 და 3. მე მგონი გადამერთვა, ხო? ეს ვიდეო თუ მოგწონთ, რასაც უყურებთ და ეს შეგრძნებები თქვენამდე თუ მოდის, რა თქმა უნდა, აუცილებლად დამიკომენტარეთ, თქვენი აზრები გამიზიარეთ და ვისაც გყავთ მანქანები, რომლებიც თქვენს გიყვართ და გინდათ, რომ ეს ყველაფერი გაუზიაროთ სხვას, შეგიძლიათ შემოთავაზოთ ქუთაისთან ახლოს, სიამოვნებით გადავიღებ და ასე რომ ვთქვათ, ვაჩვენებ ხალხს, როგორია გყავდეს აი ესა და ეს მანქანა მაგალითად.
ზეთის ტემპერატურა წეღან იყო 105 გრადუსზე, ეხლა ჩამოვიდა 94-ზე, სანამ წრეს დავარტყამთ 5 გრადუსს ალბათ კიდე დაიკლებს და მეორე გასვლაზე კიდე გრილი ზეთი გვექნება. დღესდღეობით YouTube-დან ან თუ გინდა სხვადასხვა ინტერნეტიდან გამომდინარე, რაღაცნაირად აი 300 ცხენისალა 400 ცხენისალა აუ დაბალია, აი იქ რაღაცა ბუგატის 1000 ცხენისალა, აქ იმას CLS-ი 800 ცხენისალაზე ყავს, ანუ ეს ცხენისალები ისე წარმოიდგება, ეს 300 და 400 პატარა გეჩვენება, მაგრამ სიამდვილეში ზედმეტიც კი არის, ჩემი აზრით 300 ცხენისალას ზევით უკვე ბევრია რა. 1 2 და 3 გადართვების დროს გირტყამს იმენა. 0-100 გაიზომა. შედეგი მეც არ ვიცი, ჯერ თქვენთან ერთად ნახავ ეხა ვიდეოს ედიტის დროს, მანამდე მოდი ვისიამოვნოთ აი ამ მანქანით. Downshift-ები მაგარია. ამ მანქანის ზარა არის ალუმინი. მიკროფონის მიმაგრება უცადე, ოღონდ არ მიიმაგრა, არ მიიწება მაგნიტმა რა. აქ არის ძალიან ცუდი გამოსასვლელი. ის ზოლი და ავტობანი უერთდება პირდაპირ ერთმანეთს. პასაზე ძალიან მაგრა დგას რა. ეგ ხისტი დაკიდება, რაც ქალაქში უსიამოვნო შეგრძნებას გაძლევს. სამაგიეროდ ორმაგ სიამოვნებას გაძლევს ავტობანზე, დაწებებულია ტრასაზე, აი ზოლიდან ზოლში გადადიხარ, გადმოდიხარ, მოყვება ყველანაირად მანქანა. თან კვადრო არის. ნუ ყველას ახლა უყვარს უკანა ამძრავი მანქანები, იმიტომ რომ შეუძლია რომ იდრიფტავოს და იბზრიალოს ადგილზე. თუმცა ამ აჩქარებაში და დაძვრის დროს 4-4-ს რო აი შეგრძნება აქ რო აი გაკრავს კამზე, ამას ვერ გაამეორებს უკანასვლა, თან ბუქსაობს, ყდება, ეს იყენებს სრულ პოტენციალს ეხა რაც აქვს მანქანას რა და მაგ მხრივ ვერაფერ უკეთესია. არა, გიჟი აჩქარება აქ, ძალიან მაგრა მიდის. მაგას ვიზახი რა, არა, საჭირო 400 ცხენიც კი, 300 ცხენიანი მანქანიდაც იკაიფებ რა. მაგრამ რა თქმა უნდა, რაც მეტი მით უკეთესი. აი ეს ამ მორთქნები მიიღებს. ასწორებს. სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი. მადლობა AMG-ს, მადლობა გიო. სერიოზული მანქანა იყო, კარგი გამოცდილება იყო. შუშა, ამდენი ხანი რატო არ ჩამოვწიე? ხალხი რო იყურება, რა ჯანდაბა მოდისო ასაინტერესო კითხვა უჩნდება. მაგარი სიამოვნება მივიღე ამ მანქანისგან. თქვენთანაც თუ მოვიდა, რა თქმა უნდა, დამიკომენტარეთ, არხი გამოიწერეთ და ქუთაისის მასშტაბით ვისაც გყავთ კარგი და მაგარი მანქანები, შემეხმიანეთ, გადავიღოთ, ვაჩვენოთ ხალხს, რომ ქუთაისშიც გყავს ესეთი მაგარი მანქანები რა. მოკლედ, შემდეგ შეხვედრამდე. დავეშვით.